დააკვირდით ამ ადამიანს, მას აქვს უიშვიათესი დაავადება, რომლის დიაგნოზიდან დაახლოებით 4-დან 6 თვემდე ეს დაავადება როგორც წესი სიკვდილით მთავრდება. ამ ადამიანის გამოკვლევის დროს კი შეგვიძლია დავინახოთ ის ნიშნები, რომლებიც ამ დაავადებას ახასიათებს, კონკრეტულად კოორდინაციის დარღვევა და ასევე ტრემორი და რიგიდულობა, ანუ ექსტრაპირამიდული სიმპტომები. აი კონკრეტულად დააკვირდით მარცხენა ხელის ცხვირთან მიტანის შემთხვევაში, როგორ იწყებს ტრემორს ეს ხელი. ამ ურთულეს და სასიკვდილო დაავადებას კი კროიცფელდ-იაკობის დაავადება ჰქვია, რომელიც პრიონული დაავადებაა. ამ ყველაფერს კი მარტივად აგიხსნით რას ნიშნავს. გასაკვირი ის არის, რომ ეს დაავადება არც ბაქტერიული და არც ვირუსული ინფექციაა, არამედ ის ეკუთვნის სრულიად ახალ კლასს, კონკრეტულად პრიონულ დაავადებას. ეს არის ინფექციური პროტეინი, ანუ ცილა, რომელიც არასწორად არის დახვეული და ეს არასწორად დახვეული პროტეინი იწვევს სხვა ცილების არასწორად დახვევას. მსგავსი არაფუნქციური პროტეინების დაგროვება იწვევს ნერვული უჯრედის ფუნქციის მოშლას და საბოლოოდ თავის ტვინში ღრუბლისებრი პათოლოგიური ცვლილებების და ენცეფალოპათიის განვითარებას. ეს ყველაფერი კი ფიზიკურად გამოიხატება ძალიან სწრაფად პროგრესირებად დემენციაში, მხედველობის დარღვევაში და რაც მთავარია, სიცოცხლის ხანგრძლივობის წარმოუდგენლად შემცირებაში. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გადაედოს მაგალითად დაინფიცირებული საქონლის ხორცის მირთმევისას, იმ შემთხვევაში თუ მაგალითად კონკრეტული შინაური ცხოველი იგივე პრიონული დაავადებით იყო დაავადებული.